მოგესალმებით, ეთერშია TV+-ის საინფორმაციო გამოშვება ლანა სიჭინავასთან და კოჩოჩ გადუასთან ერთად. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკაბ ოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა მის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან, რა დროსაც სამძიმარი გამოუცხადა აზერბაიჯან აირლაინის კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის გამო ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ოჭორიშვილმა თანადგომა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს და აღნიშნა, რომ საქართველოს ამ რთულ დღეებში აზერბაიჯანს გვერდში უდგას. ბაირამოვმა თავის მხრივ ქართველ კოლეგას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. აზერბაიჯან აირლაინის წისკუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან გუშინ ჩამოვარდა, ის ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, თუმცა გროზნოს აეროპორტმა მისი მიღება ვერ მოახერხა. კატასტროფისას თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 38 დაიღუპა. შეტევა იმედზე ნაციონალური მოძრაობის ხელწერით მეთოდი, რომელსაც ნაცმოძრაობის რეჟიმი ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ იყენებდა, მის მიმდევრებში აქტუალურობას არ კარგავს. იმედი უნდა გაითიშოს, წერენ სოციალურ ქსელებში. ნაცმოძრაობის წევრები და მათი მხარდაჭერები. რევანშისტულ გეგმებს ნაციონალური მოძრაობის წევრები არ მალავენ. რა თქმა უნდა, იმის შემდეგ, რაც რუსული რეჟიმის დემონტაჟი მოხდება, თავისთავად მსგავსი ტიპის პროპაგანდისტული საშუალებების არსებობა საჭიროება აღარ ექნება. ლოგიკური და ბუნებრივი იქნება, რომ სისტემის დემონტაჟს მოყვება სისტემის ამ მნიშვნელოვანი ნაწილის დემონტაჟიც, განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა. გაგიკვირდებათ და ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილს ხალხს თუ გამოიყვანს შედეგიც უნდა დადო, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას. ხალხს თუ აწვალებს ჩამოიყვან, დაორგანიზებ და მოიყვანს შედეგიც უნდა დადო, მაგრამ შედეგს ვერ დებენ მარტივი რამის გამო. სინამდვილეში ხალხი აბსოლუტურად სხვაგან არის, ვიდრე მათ გონიათ რომ უნდა იყვნენ. სინამდვილეში ხალხი მათ არ მიჰყვება, ხალხმა მათ ბევრჯერ დიდი ხანია ზურგი აქცია და სულ ბოლოჯერ ეს იყო 26 ოქტომბერს, როდესაც მათ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უთხრა, რომ პოლიტიკური ძალა, რომლის თავარი პირობა არის ის, რომ ის ქვეყანას სხვა ქვეყნების ვასალად აქცევს. ასეთ პოლიტიკურ ძალას საქართველოში სახელისუფლებო მანდატი არასდროს ექნება, განაცხადა პაპუაშვილმა. იგივე ასე ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებათა მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვის მნიშვნელობას შეეხო. ჩვენ სისხლით იმისთვის არ მოგვიპოვებია ჩვენი დამოუკიდებლობა, რომ ახლა რომელიღაც პარლამენტის, რომელიღაც უცხო პარლამენტის კომიტეტების წევრები და თავმჯდომარები აქ ჩამოდიოდნენ და ჩვენ ხალხს მითითებებს აძლევდნენ. ვის მისცენ და ვის არ მისცენ ხმა, ვისაც საბჭოთა კავშირის თამაში უნდა დარჩენილიყო საბჭოთა კავშირში, განსაკუთრებით გულისხმობ ბალტიისპირელ ზოგიერთ ხელისუფალს. თუ საბჭოთა კავშირობანა უნდოდათ და ეს მეთოდები მოსწონდათ მოსკოვიდან, რომ მითითებები იყო ყოფილიყვნენ საბჭოთა კავშირში. მუშაობთ იმაზე, რომ მოსკოვში გავლენები მოეპოვებინათ და თუ აქვთ ლტოლობა სხვა ერების მართვის მოსკოვიდან ემართათ, მაგრამ თუ კი არიან დამოუკიდებლები და უნდათ რომ მათ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ცენ პატივი, თუ კი უნდათ რომ ესტონეთის სუვერენიტეტს ვინმე მისცეს პატივი, ესტონეთის ხელისუფლება მას ქართველი ხალხის სუვერენიტეტს უნდა სცეს პატივი. ეს არის ერთადერთი გზა, სხვა არანაირი არ არსებობს. აქ დაბალი და მაღალი ღობე, იუპიტერები და ხარები დემოკრატიულ სამყაროში არ არსებობენ და თუ ისინი თავისი მეთოდებით ნელ-ნელა უახლოვდებიან საბჭოთა მოსკოვის მეთოდებს, ეს უკვე სხვა პრობლემაა, რომელიც სხვათა შორის იკვეთება ზოგიერთი პოლიტიკოსის ქცევასა და რიტორიკაში, აღნიშნა პაპუაშვილმა. ქართველი ხალხის ნერვებზე თამაში ეს არის ერთადერთი, რაც ოპოზიციას გამოსდის და რასაც ცდილობს. ეს არის, რაც შეგიძლია, რომ შხამიანი ენით, სიტყვით გააკეთო და რასაც არ სჭირდება შრომა და საქმის კეთება. გესლიანი და ბოროტი ენა საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანების ემოციებზე იმოქმედო. ამას აკეთებენ ყოველ ჯერზე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, სკანდალური ტყუილი ყოველთვის უფრო მარტივად ვრცელდება, თუმცა ხელისუფლება არის სიმართლის მხარეს. სიმართლე კი საბოლოო ჯამში ყოველ ჯერზე იმარჯვებს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 2021 წლის არჩევნების წინა პერიოდს და შაქარიშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეს. ხომ გახსოვთ რაზე წავიდნენ? ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რასაც ფიქრობ შაქარიშვილის ოჯახი, ჩვენ მაინც დავადგენთ სიმართლესო. ანუ ამბობდნენ იმას, რომ მის მშობლებს არ ადარდებდათ საკუთარი შვილის ბედი და ეს მთავარი ჟურნალისტი გადამკვდარი იყო ამ საკითხზე. ასეთი მორალის ხალხია, რომელიც წამსვლელია ყველაფერზე.
ამ პროპაგანდას აქვს თავისი უარყოფითი თვისება, რომ სკანდალური ტყუილი უფრო ადვილად ვრცელდება და აღწევს ადამიანებამდე, ვიდრე სიმართლე. ასე რომ ბოლო 12 წელიწადია ეს ჭიდილია ქართულ ოცნებასა და იმ გარე ძალებს შორის, რომლებსაც მარიონეტებად ყავთ აქ ოპოზიცია. ეს არის ჩვენი როგორც დავითის ბრძოლა მათთან, როგორც გოლიათთან. ეს არის დიდი ძალა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რომ პროპაგანდით იმოქმედონ ემოციებზე, მაგრამ ჩვენ ვდგავართ სიმართლეზე. და როდესაც სიმართლის მხარეს ხარ, შენ ამ მხარეს არის ყველა შესაბამისი ძალა. აქედან გამომდინარე საბოლოო შედეგს კი ყოველთვის აღწევ. ეს არის დავითის და გოლიათის ბრძოლის გაკვეთილი, რომელსაც ქართველი ხალხი ხედავს 12 წელია, რომ ნებისმიერი გოლიათს დაამარცხებთ თუ კი სიმართლის მხარეს იქნები და სწორედ ამ სიმართლით ვიმარჯვებთ, განეცხადა პაპუაშვილმა. სალომე ზურაბიშვილის ფიქრებია ვიქნები და ვიქნები ძალიან სამწუხაროა საერთო ჯამში რომ ადამიანი რომელსაც ქართულმა ოცნებამ ამხელა პასუხისგებლობა გადასცა ამხელა ნდობა გამოუცხადა 2018 წელს რომელმაც მისი არჩევა განაპირობა რომელსაც ის ხალხი დღეს რომ ეძახის სოფლიოში ყველაზე ლეგიტიმიურს ის ხალხი 2018 წელს ხომ გახსოვთ რასაც ამბობდნენ მასე რომ ეს იყო გაყალბებული არჩევნები არალეგიტიმიური პრეზიდენტი აქ მივიდა სადაც მივიდა ქალბატონი სალომე განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მისი თქმით ქართულმა ოცნებამ, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა, დიდი იმედგაცრუება ნახა. 1,100,000 ადამიანმა ის გადაირჩია მის წინააღმდეგ მისახმა 26 ოქტომბერს და რატომ მივიდა აქამდე, რომ ქართულმა ოცნებამ თავისი თავი ჩაანაცვლა მის კუთვნილ წინას არჩევნო ბანერებზე, იმისთვის რომ მისთვის გამარჯვება მოეპოვებინა. ასეთი იმედგაცრუება ნახა მასში. მიზეზი ის არის, რომ საბოლოო ჯამში საქართველო ვერ იქცა მის სამშობლოდ და ის ემოცია, რომელიც უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს საკუთარი ხალხის, საკუთარი სამშობლოს მიმართ, ეს ემოცია მან ასე ვერ გაიჩინა. განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 300 წევრიანი კოლეგიიდან მიხეილ ყაველაშვილი 224 ხმით არის არჩეული. ჩვენ ერთი კანდიდატი გვეყოლებოდა, აბა 2 ხომ არა. ოპოზიციის ჯამურად 130 მანდატი ჰქონდათ. ადგილი საარჩევნო კოლეგიაში. მათ შეეძლოთ 4 კანდიდატი დაესახელებინათ. განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად. ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას იღებენ თავად საარჩევნო კოლეგიის წევრები, ელჩები. იქნება ასევე მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საპატრიარქოს წარმომადგენლები. ინაუგურაციის ორგანიზებას უძღვება პარლამენტის თავმჯდომარე. მე არც მქონდა განსაზღვრული, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები მომეწვიათ ამ ინაუგურაციაზე. ამავე დროს თავად დარბაზსაც აქვს გარკვეული შეზღუდვები. თუმცა ეს არ არის მთავარი განპირობებული. არამედ მთავარია ის, რომ ეს არის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც მნიშვნელოვანია, რომ თავად დაესწრონ საარჩევნო კოლეგიის წევრები, ვინც პრეზიდენტი აირჩია და ასევე სრულად იყოს კონსტიტუციური ორგანოები წარმოდგენილი, განაცხადა პაპუაშვილმა. ირაკლი რუხაძე მთავარი სათქმელი ის თქვა, რომ ქართული ოცნება არის ის ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ დღეს ქვეყანა სტაბილურად ვითარდება. დღეს ქვეყანაში არის მშვიდობა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის დასმული კითხვის პასუხად, რომელიც დაინტერესდა, როგორ შეაფასებს ის იმედის მფლობელის ირაკლი რუხაძის განცხადებებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ირაკლი რუხაძე არ არის პოლიტიკოსი და მისი განცხადებების გაანალიზებას და შეფასებას არ აპირებს, თუმცა ის რაც იმედის მფლობელმა განაცხადა სრულიად გასაგებია იმედის მფლობელი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება არის ის ძალა, რომელიც ქვეყანაში უზრუნველყოფს მშვიდობას. ირაკლი რუხაძე მთავარი სათქმელი ის თქვა, რომ ქართული ოცნება არის ის ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ დღეს ქვეყანა სტაბილურად ვითარდება. დღეს ქვეყანაში არის მშვიდობა და დღეს ქვეყანაში არის ის თავისუფლება, რომელიც მათ შორის ზოგიერთ ბიზნესმენს ამხელს. თუ რამდენად მშიშარები ყოფილან ზოგიერთი ბიზნესმენის წარმომადგენლები, თან რუსეთში ვაჭრობენ და თან დგანან და ევროპის მზეს იფიცებიან, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის იმედის მფლობელმა ირაკლი რუხაძემ პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის დეტალებზე გუშინ ისაუბრა. ქალბატონ ანედოლიძეს ისე უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, რომ დარწმუნებული ვარ სალომე ზურაბიშვილი რომც გამოვიდეს, ის დარჩება იმ შენობაში და არ გამოვა. ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ანედოლიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა: მზად ვართ 29 დეკემბრის შემდეგადაც დავრჩეთ ორბელიანების სასახლეში და გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება. შალვა პაპუაშვილის თქმით,
ანე დოლიძეს დაუოკებელი სწრაფვა აქვს ხელისუფლებისკენ და მსგავსი განცხადებები უბრალოდ არასერიოზულია. ამ ადამიანს ასეთი დაუოკებელი სწრაფვა აქვს ხელისუფლებისკენ. მისი ეს განცხადება კი გასაკვირი არ არის. ის იყო პირველი, ვინც თავის სოციალურ ქსელში არჩევნების მეორე დღესვე დაწერა, რომ პარლამენტის წევრი არის სტატუსი იმ წუთშივე შეიცვალა. ხელისუფლების გარკვეული ხიბლი აქვს. არასერიოზულია ასეთი მიდგომა. სასაცილოდ გაიხდის თავს ყველა, ვინც ასეთ ნაბიჯზე წავა, რომ 4 კედლის ლეგიტიმაციის იმედად იყოს და მეორეს მხრივ ეს არის წასვლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. არავის ვურჩევ მათ წინააღმდეგ წასვლას. ყველამ ვიცით ქართველი ხალხის წინააღმდეგ ვინც წავიდა წააგო, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ახალი წლის ტრადიცია საქართველოში მრავალფეროვანია და ქვეყნის ყოველი კუთხე განსხვავებულად აღნიშნავს მას. ადგილობრივები საახალწლო სამზადის 2 ან 1 თვით ადრე იწყებენ, რომ ახალი წლის ღამე ჯადოსნურად აღნიშნონ. ადგილზე იმყოფებოდა ჩვენი კორესპონდენტი გოჩა ჭკადუა, ვნახოთ თუ როგორი განწყობით ხვდებიან ხალხი ახალ წელს და სვლად სიუჟეტში თქვენ ნახავთ. მოგესალმებით, გილოცავთ. გაიხარეთ. ეს არის ბრავოს. როგორი წელი იყო თქვენთვის? თელ საქართველოს გაუმარჯოს სიკეთით, ბედნიერებით და რაც კარგი ცხოვრებაში ჩანაფიქრი გვაქვს, ის სიკეთით და სიხარულით შეგვისრულდეს. ყველა ოჯახმა გაიხაროს. ისეთი კარგი ცხოვრება მოვიდეს. ამანას თქვენს და ჩვენს რო გავიხაროთ. ისეთი კარგი ცხოვრება და ბედნიერი ცხოვრება. ამის იმედი მაქვს. მე თბილისელი კაცი ვარ, 80-ზე მეტი ვარ და მინდა რომ უფრო მეტი სიხარული ნახოს, სიკეთე ნახოს ჩვენმა ყველა ოჯახმა, საქართველოს ყველა ოჯახმა, ყველა წასულები მობრუნებული იყოს თავიანთ ოჯახებში და სიხარული და სიკეთის ცხოვრება მოვიდეს. როგორ წელს ისურვებდით 2025 წელს? როგორ წელს ისურვებდით 2025 წელს და როგორ იყო 2024 წელი? წელს ვისურვებდი შვილო. მე შვილები, შვილიშვილები მყავს და წასულების მყავს და ცოცხლების ბევრი მყავს და ისეთ ვისურვებდი ისეთ წელს, ბედნიერ წელს, რომ ყველა ოჯახს უსურვებს, ყველას განურჩევნად სიკეთეზე მოსულიყოს. ყველამ სიკეთეზე იზრუნოს, იფიქროს და ყველაფერი აესე იქნება ჩვენი ცხოვრება, გამართულად იქნება. თავარი ესაა, რომ ერთმანეთის სიძულვილი არა ქონდეს, სიყვარული ქონდეს, სიკეთე ქონდეს და ვაკეთოთ სიკეთე, ცუდი არ ვაკეთოთ, არავინ არ გააკეთოს ცუდი, ეს ჩაიდეთ თქვენ გუნებაში. არა აქვს ამას მნიშვნელობა, რა ეროვნებისა ხარ შენ უნდა იყო ძლიერი, ისეთი რომ ყველა საჯობო შენი სიკეთით და კარგი სიკეთებით. სიკეთით იყავით, თუ ყველას გახარებას გისურვებთ. ისეთი ბედნიერი წელი იყოს, რომ სანატრებელი აღარ გქონდეს არაფერი. ყველაფერი უნატრელად მოგცეს უფალმა ღმერთმა და ჩვენ დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ მოვსპოთ სიძულვილი და სიკეთით გავიხაროთ. გაიხარეთ. ძალიან დიდი მადლობა. ყველაფერს სიკეთეს გისურვებთ, თუ ყველას. ყველა ოჯახები, ჩემი ოჯახის დამადობითაც, კარგად იყავით. მშვიდობა იმ. რაც აგვაქვს მაყოფილი ვართ. მადლობა უკვე. განწყობა ჩვენ უნდა მოვიყვანოთ საოცარ სახელმწიფოში, მშვიდობა იქნება და კარგად იქნება სახელმწიფო საქმე, ეს კარგად იქნება. როგორი განწყობით ხვდებით ახლა? ძალიან ცუდი, რა არის კარგი. რა სისურვებდით 2025 წელს? ყველაფერს კარგზა სიკეთეს, გახარება მშვიდობას პირველ რიგში. გამარჯობათ, გილოცავთ ამდენ ახალ წელს. როგორი წელი იყო თქვენთვის 2024 წელი? როგორ სისურვებდით 2025 წელს? რა სურვილები გაქვთ? ჯანმრთელობა, გახარება, წინსვლა საქართველოს და მზად ხართ? ევროპისკენ. მზად ხართ, ანუ ახალი წლის? დიახ, ვარ. გამარჯობათ, როგორი განწყობით ხვდებით ახალ წელს გილოცავთ პირველ რიგში? თქვენს გილოცავთ, მრავლას დაესწრებით. მე ვიცება. ჩვეულებრივად. როცა ძალიან გადასარევად ხვდები არა? მოგესალმებით, გილოცავთ ამდენ ახალ წელს. როგორი განწყობით ხვდებით ახალ წელს? ცუდი ძალიან. რატო? როცა ქვეყანაში მშვიდობა არ არის და განწყობა რანაირი უნდა გქონდეს მითხარი. როგორ სისურვებდით 2025 წელს? აი ყველას რო გაუხარდება, ვინც იქადგა რუსთაველს.
მე რო შემეძლოს მეც დაუდგები იმათ გვერდში. როგორი განწყობით ხვდებით ახალ წელს? განწყობით. მოლოდინში ვართ კარგი ამბების. როგორი წელი იყო თქვენთვის 2024 წელი? შავს რა ვიცი, საშუალო. რა სისურვებდით ამ 2025 სურვედი რომ შვიდობა დამყარდეს. კარგი ახალი წელი გაიყოს და რა ვიცი. ახალი წლის დღეები რო არის, ანუ ფასებთან დაკავშირებით, ანუ მატება იქნება. სტაბილური ფასები. არა, ცოტა გადამატებულია ფასები, მაგრამ არა უშავს. რა ვქნათ? აი ევროპიდან რამდენად კმაყოფილი ხარ? ევროპიდან დახმარება მივიღე შვილებისგან და ეგრე ცხოვრობ. გამარჯობათ, გილოცავთ ამდენს. გაიხარეთ თქვენც ასევე. და როგორი წელი იყო თქვენთვის 2024 წელი? როგორც ყველა ქართველისთვის, ჩემთვისაც ასეთივე. ვისურვებდი, რომ ყველას ოჯახში ყოფილიყოს მშვიდობა, სიხარული, ბედნიერება და ერთხელ და საბოლოოდ ნორმალურ ქვეყანაში გვეცხოვროს. აი ეს იქნება ჩემი საახალწლო სურვილი. ძალიან დიდი მადლობა. შეცვლილიყო სასიკეთოდ ყველაფერი. სასიკეთოდ, გაიხარეთ. ხვდებით ახალ წელს, გამარჯობათ, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. რა ვიცი, შვილო, ბრავალს ეს არის ჯანმრთელი და ბედნიერი. ჩვენც ესე სწავლობთ და ვართ. გაიხარეთ, კარგად. გილოცავთ პირველ რიგში დამდეგ ახალ წელს. როგორი განწყობით ხვდებით 2025 წელს და რა სისურვებდით ამ წელს? მშვიდობა და კარგობა შვილოს. სულ მშვიდობა იყოს ქვეყანაში. მე არაფერი რა უნდა მითქვა, კარგად იყავით. ყველა კარგად იყოს. ახალი წლები რო არის ფასთან დაკავშირებით, ანუ ზრდა ჭარბობს ხო? არაფერი არ არის. ვაჭრობა არ არის სულაც შვილო. ჯერჯერობით არაფერი. ეხლა ვნახოთ რა იქნება ამის შემდეგ. მადლობა ძალიან დიდი. რა ვიცი, აბა როგორ გითხრათ? ვაჭრობა არა გვაქვს, რაც მთავარია. გარე ვაჭრობა, ბაზარში არავინ არ შემოდის. ვართ ცარიელ აი მაგის მიზეზი რა არის? ნუ აი გარე ვაჭრობა. ხალხი გარეთაა, მარტო ეხლა კი არა, საერთოდ სულა. რა სისურვებდით 2025 წელს? პირველ რიგში მშვიდობას, მშვიდობა იყოს. მეტი არაფერი, ჯანმრთელობა და მშვიდობა. გამარჯობათ, პირველ რიგში გილოცავთ დამდეგს. გილოცავთ გენას. ბრავალს დაესწარით კეთილი სურვილებით. ანუ როგორი წელი იყო თქვენთვის 2024 წელი და რა სისურვებდით შემდეგ დამდეგ 2025 წელს? ნორმალური წელი იყო და ვისურვებთ რომ მშვიდობა და ბედნიერება იყოს. ჯანმრთელობა. გაიხარეთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ. მოგესალმებით, გილოცავთ დამდეგ ახალ 2025 წელს. დაესწარით მრავალს კეთილი სურვილებით. ტელეკომპანია პლუსიდან ვარ. ანუ როგორი წელი იყო თქვენთვის 2024 წელი და რა სისურვებდით 2025 წელს? თქმა უნდა უკეთესობას, გაიცხოვრებას, მშვიდობას, სხვა რა, თავარია მშვიდობა იყოს, ჯანმრთელობა. ანუ ძველი ფასებისგან განსხვავებით სახალწლოდ ფასების ზრდამ იმატა თუ არა? კი, რა თქმა უნდა. ხმარებლები რამდენად კმაყოფილი ხართ? ძალიან ცუდი, აბა სად არის, არ არის ხალხი საერთოდ არ დადის. ცუდი ძალიან. როგორი წელი იყო თქვენთვის 2024 წელი და რა სისურვებდით 2025 წელს? 2025 წელს ვისურვებდი მშვიდობას, გაერთიანებას ქვეყნის საერთოდ და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. აი მაგას ვისურვებდი. ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და ესწარით მრავალს კეთილი სურვილებით. როგორი წელი იყო თქვენთვის 2024 წელი და როგორი განწყობით ემზადებით 2025 წლისთვის? რა არ ვიცი, შვილო, მე ღმერთმა მშვიდობით ჩაგვატარებინოს ყველაფერი და კმაყოფილი ვიქნები. მშვიდობით. ქვეყანაში მშვიდობა იყოს და წინსვლა. გაიხარეთ, მადლობა. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და ესწარით მრავალს კეთილი სურვილებით. როგორი წელი იყო თქვენთვის 2024 წელი და რა სისურვებდით 2025 წელს? როგორი განწყობით ხვდებით? რა თქმა უნდა. მშვიდობას, თავისუფლებას. გაიხარეთ, მადლობა. გილოცავთ. ბედნიერი წელი ყოფილიყოს თქვენთვის. როგორი წელი იყო თქვენთვის 2024 წელი და რა სისურვებდით 2025 წელს? როგორი განწყობით ხვდებით? მაგრამ 2025-ში ვისურვებდი სურვილების ასრულებას ყველა ქართველის და ბედნიერ და ხვალბარაკიან წელიწადს. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. როგორი წელი იყო თქვენთვის 2024 და რა სისურვებდით ამ 2025 წელს?
მშვიდობას უსურვებდი პირველ რიგში საქართველოს. კეთილდღეობას, სიტყვას, სიყვარულს, ხვავს, ბარაღას, თურმე კარგია საქართველოსთვის ყოფილიყო. როგორი განწყობით ხვდებით ახალ წელს? ცოტა ნერვიულობ, ეს არეულობა, თუ დანარჩენი ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, კარგად არის. გაიხარეთ, გილოცავთ. როგორი წელი იყო თქვენთვის 2024 წელი და რა სისურვებდით ახალ 2025 წელს? როგორი განწყობით ხვდებით? კარგად, რა ვიცი, ყველაფერი კარგი იყო, რა ვიცი, შეძლებს და გვარა თუ ვიშრომებ და ვიქნებით, რა ვიცი, აბა. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები. როგორ ემზადებით სახალწლო განწყობისთვის? გამარჯობათ. გამარჯობათ. რა ვიცი, ვცდილობთ კარგად. კარგად ვცდილობთ, ცუდია რომ ესეთი არეულობა ძალიან ბწყინს ეგამბავი რა. რომ დაწყნარდეს ქვეყანა, რომ აღარ შეიძლება ეს ახალი წელი მაინც შეგვარგონ კაცო ესე როგორ შეიძლება. ახალი წლის შემდეგ როგორმე მორიგდნენ და მოილაპარაკონ რომ ეს არეულობა ნახდათ არ გვაწყობს რა ჩვენ რა. საქართველოსთვის ძალიან დიდი მინუსია და პირიქით დასთან დაკავშირებით მომატებულია თუ არა ფასები ბაზრობაზე? ფასები რა თქმა უნდა ეხლა მომატებულია, იმიტომ რომ ჩვენ ხო ისეთი ქვეყანა ვართ, რომ წარმოება ისეთი არ აქვს, რომ გაუტოლდეთ რომელიმე ევროპულ ქვეყანას ან ძლიერ უფრო სახელმწიფოს. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი ყურადღება გვინდა ამის გამახვილება, რომ ეს როგორმე ამ ეკონომიური პროცესი განმავითაროთ და ხალხი რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. და იყოს მშვიდობა ამ ქვეყანაზე რა, ბოლო არ შეიძლება ეგრე რა. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, გაიხარეთ. რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბანში მომხდარი ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ-მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავე ეცნო ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებები დადასტურდა, რომ 2024 წლის 16 მაისს გარდაბანში ბრალდებულმა გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლის მიზნით დას ავტომანქანაში აჯახა, რის შედეგადაც უმწეო მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალმცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 109 მუხლის ეთ-ყ და մ განზრახ-მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ქვეპუნქტები წარედგინა. სასამართლომ ბრალდებული სრულად დამნაშავე წარგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახით და ზომა 18 წლის თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში. განზრახ-მკვლელობის მცდელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 წლის ბრალდებულს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში ზესტაფონის ქუჩაზე 23 დეკემბერს ურთიერთჩელაპარაკების ნიადაგზე 14 წლის ბრალდებულმა 16 წლის არასრულწლოვან სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. პროკურორის განცხადებით არსებობდა მიმალვისა და მოწმეზე ზემოქმედების საფრთხეზე საგამოძიებო უწყებამ სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულისთვის წინასწარ პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა. საინფორმაციო გამოშვებას უცხოეთის სიახლებით განვაგრძობთ. ვაშინგტონის ცხოველთა თავშესაფარში 20 ცხოველი, მათ შორის ბენგალური ვეფხვი, პუმა, სერვალი, ფოცხვერი, ფრინველის გრიპისგან დაიხოცა. იუწყება BBC ცხოველთა თავშესაფარში კარანტინია გამოცხადებული და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველა ზომაა მიღებული. ცხოველთა თავშესაფრის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არ ახსოვს მსგავსი მდგომარეობა ცხოველები ძირითადად სიბერისკენ კვდებიან. ეს ვირუსი კი საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს ცხოველებში. სპეციალისტების თქმით, დაავადება მსუბუქი სიმპტომებით იწყება, თუმცა შემდეგ სწრაფად პროგრესირებს 24 საათში. მდგომარეობა მძიმდება, რომელიც შეიძლება ფატალურადაც კი დამთავრდეს. მოსახლეობისთვის ეს ვირუსი ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენს. ფრინველის გრიპის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტები ჯერ არ დაფიქსირებულა. გასულ კვირას კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა მრავალფეხარქოსან საქონელში ფრინველის გრიპის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რუსეთის ვიცე-პრემიერის ალექსანდრე ნოვაკიის განცხადებით 2024 წელს ევროპაში რუსული გაზის ექსპორტი თითქმის 20%-ით გაიზარდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც ნოვაკმა განაცხადა, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით რუსეთმა ევროპის ქვეყნებს 50 მილიარდი კუბმეტრის გაზი და თხევადი აირი მიაწოდა, რაც გასული წლის მონაცემებს 18-20%-ით აღემატება. მიუხედავად ამისა, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ
ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი წელს საგრძნობლად გართულდა. უკრაინა 2025 წლიდან რუსული გაზის ტრანზიტზე უარს აცხადებს. მოსკოვში კი მიწოდების ალტერნატიული გზების გამონახვას ცდილობენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ და უცხოურ მედიასთან პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება დახურული არხების მეშვეობით მოსკოვს უკრაინის კრიზისის მოგვარებას კიევის ხელისუფლების გარეშე სთავაზობდა. რამდენჯერმე დახურული არხების მეშვეობით ფრანგი კოლეგები ვიკავშირდებოდნენ. მოდით დაგეხმარებით, დავამყაროთ დიალოგი უკრაინის საკითხებთან დაკავშირებით. სხვათა შორის უკრაინის გარეშე განაცხადა ლავროვმა. რუსეთის პირველი დიპლომატის განცხადებით მოსკოვი ყოველთვის მზად არის დიალოგისთვის, თუმცა თავად პარიზი არ ღვევს მის მიერ ადრე გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის არავითარ დიალოგს არ აწარმოებს უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე. ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მის სოციალურ ქსელში შობის დღესასწაული მიულოცა კანადას და დაპირდა, რომ გადასახადებს დაწევს, თუ ის ამერიკის 51 შტატი გახდება. თავის საშობაო მილოცვაში ტრამპი კანადის მოქმედ პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრიუდოს გუბერნატორად მოიხსენიებს და ამბობს, რომ თუ კანადა ამერიკის შტატი გახდება, გადასახადები 60%-ით შემცირდება. კანადური ბიზნესი შემოსავლები გაორმაგდება, ხოლო ქვეყანა კი სამხედრო თვალსაზრისით სოფლიოში ყველაზე დაცული იქნება. ტრამპმა აგრეთვე გრენლანდიაც ახსენა და აღნიშნა, რომ ეს კუნძული ამერიკას მისი ეროვნული უსაფრთხოებისთვის ჭირდება. მისი თქმით, გრენლანდიას სურს, რომ ამერიკის ნაწილი გახდეს. საშობაო მილოცვაში ტრამპი პანამის არხსაც შეეხო. მისი აზრით, პანამის ხელისუფლება ჩინეთის გავლენის ქვეშ იმყოფება, ხოლო ამერიკის არხის შენახვას და მის რემონტს აიძულებს. შობას ვულოცავ ყველა ჩინელ ჯარისკაცს, რომელიც ლამაზად და არალეგალურად ახორციელებს თავის ოპერაციებს პანამის არხში, რომლის მშენებლობისას ჩვენ 38,000 ადამიანი დავკარგეთ, ასეთი წლის წინ, აღნიშნა ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა. სირიაში ტარტუსის რეგიონში დამხობილი პრეზიდენტის ბაშარ ასადის მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 14 პოლიციელი დაიღუპა. ინფორმაციას რეუტერსი ავრცელებს. შეტაკების შედეგად ასევე დაშავდა 10 სამართალდამცველი. სირიის ახალმა ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ კაცს ზომებს მიიღებს ყველას წინააღმდეგ, ვინც გაბედავს შეარყიოს ქვეყნის უსაფრთხოება, საფრთხე შეუქმნას მისი მოქალაქების სიცოცხლეს. რა გახდა არეულობის მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ დემონსტრაციები დაკავშირებული იყო ბოლო დღეებში ალავიტების წევრებზე განხორციელებულ ზეწოლასა და ძალადობასთან. ალავიტები დიდი ხნის განმავლობაში ასადის ერთგულად ითვლებოდნენ. მანამდე სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით პოლიციამ ქალაქ ხომში ერთი დღით კომენდანტის საათი დააწესა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივი ალავიტებისა და შიტი მუსლიმების რელიგიური თემების წევრების დემონსტრაციების შემდეგ არეულობა დაიწყო. ასეთი იყო საინფორმაციო გამოშვება, ჩვენ კი დროებით გამშვიდობებით, თქვენ კი დარჩით TV+-ის არხზე. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ნახვამდის.